სახელითა მამისა და დადისა და დასრულისა წმინდისა და ჩვენთან არის ღმერთი. დასთან იყოს. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. დიდება და მადლობა ამ დღისთვის, ამ დიდი დღესასწაულისთვის, თითოეული ქართველისთვის და ვისაც ღმერთი უყვარს, მას უყვარს აუცილებლად დედა ღვთისმშობელი, ახალი ევა, ჩვენთვის სიცოცხლის მომნიჭებელი, ჩვენთვის ზრუნველი და ტროპარშიც როგორ არის, ხო? კი მიიძინა. დავიდა, მაგრამ ქვეყანა არ დაუტოვებია რა. ბავშვის რო ფეხს წამოკრავს, დედაო რომ იტყვის, ხო? დედა ღვთისმშობელი იქ არის. ვინმე რომ გვიჭირს, დედას რომ ამბობ, ყველას დედა ის რა. შენ არისჩიო მაგ დედას, დედა მაგირჩია უკვე მაცხოვარმა რაც უთხრა, აკეთებს იმას და იოანე ღვთისმეტყველსაც უთხრა რომ დედა იყო მისი და კაცობრიობა კიდე იოანე ღვთისმეტყველის სახით ჩააბარა დედა ღვთისმშობელს და არასდროს არ მიუტოვებივად. ისე როგორი ცხოვრება გამოიარა, ხო? რა თავმდაბალე იყო ანგელოზისგან, როდესაც მეიღო ზაქარიას რა დაემართა და მასა დაემართა, ხო? მან მეიღო ის დაბლად მეიღო. როგორო მე ქალწულმაო, როგორ უნდა შვაო, ხო თქვა. ამბობს და რამდენი რამე ნახა მერე რა. ხომიცოდა ვინ იშვა მისგან. კაცობრიობის ხსნელი. და ის იყო დედა ღვთისმშობელი, იყო სულიწმინდის ჭურჭელი. ყველა ადამიანის ვალია, რომ ჩვენი სხეული გახდეს სულიწმინდის ტაძარი გახდეს. ცოდვები დაუტევოთ და შეუდგეთ იმ ცხოვრებას, რომლისკენაც მოგვიწოდეს დედა ღვთისმშობელი. აბა შეხედეთ მე როგორ იქნებოდა ბავშვობიდან გავლილი გზა, როდესაც აი დარჩებათ იერუსალიმში და მე რომ მობრუნდებიან, ეტყვიან და როგორ დაიმახსოვრებს იმ სიტყვებს, ხო? თავიდანვე გულში არ ჩადებული და როდესაც ჯვარზე გასაკრავად მიყავთ. გოლგოთის გზიდან მოყოლებული, ხო, ჯვარცმამდე იქ იყო უყურებდა და რამოდენად კივილი ექნებოდა, ხო, ის დედა იყო და ისოდა თავიშვილი მაცხოვარია, კაცობრიობის მაცხოვარია. და როგორ ვექცევით კაცობრიობა ჩვენი ცოდვებისთვის, ხო? მაცხოვარი აი მოვიდა დასეუნება თავის მოციქულებს. ყველას გვასწავლის რა, არა მარტო მოციქულებს ეუნება. ეტყობა უყურებდა და მოციქულებსაც რაღაც ისეთი რაღაცები ჰქონდათ, რომ ხომ იცით რა, როდესაც იმაში ხარ იერარქიაში. ფიქრობ რომ შენ უნდა გემსახურებოდნენ, ახლა თქვა ეპისკოპოსი რომ გიყურებდეთ რომ მე უნდა მემსახუროთ და რაღაცა. მაცხოვარი რას აკეთებს? არა მოვედი, იმისთვის არ მოვედიო მე რომ მემსახურონ, მე რომ მემსახურო. და ის გვემსახურა არა მარტო ფიზიკურად, ხო? ყველანაირად სიცოცხლის სისმოსა, მანამდე ჯოჯოხეთში მივდიოდით ჩვენი ცოდვების გამო. მან გამოგვისყიდა, თავის სისხლით გამოგვისყიდა რა და დღეს დედა ეკლესიაში გვეძლევა საშუალება რომ როდესაც ადამიანი პირველ გამარჯვებას ნახავს და პირველი გამარჯვება ის რომ ჭეშმარიტ უხალ შეიცნობს და ნათელს იღებს, მირონს იცხებს, შემდეგ აღსარება ზიარებით აგზელებს ამ გზას და წესიერად ცხოვრება მაგია რა, მე რა დააშავე, ხო? უნდა გამოსწორდე. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანი როცა მიიცვლება წესი აუგოთ. თუ წესებით არ ცხოვრობდი, ხო? ეს უწესო ცხოვრება მარტო ის კი არ არის რომ თქვა რაღაც უშ ჩადიოდე ისეც ხალხის დასანახად. არა ეკლესიურად თუ ცხოვრობ, ხო? წესის გარეშე ცხოვრება რა. უწესო ცხოვრება იმ წესის გარეშე, რომელიც დაწესებული გვაქვს რა. ამიტომ უნდა ვეცადოთ ხოლმე რა. როგორ იყო ტაძარი აშენდებოდა, შემდეგ სოფელი შენდებოდა და სასაფლაო იყო ხოლმე. თუ ქრისტიანულად არ ცხოვრობდი, წესის აგება ხდებოდა ხოლმე აუცილებლად ტაძარში. წესიერად იცხოვრა კაცმა, წესამეთ მიაბარებდნენ ხოლმე ქრისტიანულ იმას. თუ არ ცხოვრობდა ქრისტიანულად, ცალკე ადგილი იყო იმათთვის რა, თვითმკვლელებისთვის ცალკე იყო, იმათთვის ცალკე იყო და ასე. ამიტომ დღეს უკვე ქართველები ვართ იმაზე რომ ჩვენი პატრიარქი ილიას ძალისხმევით ღმერთმა ინება და დედა ღვთისმშობელმა და ქართველები მოგოქცია ღვთისკენ და ასე უნდა შევეცადოთ რომ დავიწყოთ ყველა წესიერი ცხოვრება, წესი ცხოვრება.
ჩვენ ხშირად ვემსგავსებით ხოლმე მართა ძალიან დიდი ქრისტიანი იყო, მართა და მარიამისის, მაგრამ აი როცა მაცხოვარი მივიდა ჩვენგანაც ეხლა ალბათ ბევრი ისე იქნება რომ ტრაპეზის გამო ეხლა ვიღაცებს რომ საჭმელი უნდა აჭამოს გაიქცნენ სახლებში და ამზადებენ იმას ტრაპეზს რა და წირვა სანამ არ დამთავრდება თქვა როცა ეპისკოპოსი წირავს სანამ ეპისკოპოსი არ გაბრძანდება არც მამაჩვენოს მერე გაქვს წასვლის უფლება და არაფერი რა დამთავრდა გავიდა და მიდიხარ მერე მაცხოვარი იყო მისული და მარიამი იჯდა მასთან უსმენდა ხო თან აი როგორ იყო ხო და მივიდა და საყვედურობს დამეხმაროს ჩემი და მაცხოვარი ასე უნება რა ამან კეთილი გამოირჩია უკეთესი გამოირჩიაო რა ესე იგი სად მაცხოვართან რო ხარ და სულისა და სად რო მასპინძელი ხარ რა მასპინძლობ რა ამ წუთის სოფელში მაცხოვარ სად რო მოვიდა და მისი გარიგება მისი სიტყვა მისი საქციელი ყველაფერი შენ თვალწინ არის ხო ამიტომ ღმერთს ყოველთვის უნდა მივაგოთ ღვთისა ვინ არის ქრისტიანი ქრისტიანი არის ის ადამიანი რა თქმა უნდა რა ვინ შეიყვარა ღმერთი საზომისებრ მისისა და ეს სიყვარული იზრდება ხო იმიტომ რომ თვითონ ღმერთია სიყვარული და ცდილობს რომ მთელი სულით გულით ყოველი გონებით ყოველი ძალით შეიყვაროს ღმერთი თუ ღმერთი არ გიყვარს და მასზე მეტად გიყვარს ან სამშობლო ან ცოლი ან შვილი ან დედა ან მამა და ასე შემდეგ ან მეგობარი არც ღმერთის ღირსი ხარ და რა არის შენი ცხოვრება ამ ქვეყანაზე რა არაფერი არ არის ძალიან რთულია რომ ჭეშმარიტ სიყვარულს მიახლოს ადამიანმა მთელი ცხოვრება მაგის უნდა ზრუნავდეს ჩვენი გული უნდა მიიწევდეს ღვთისკენ უნდა მიიწევდეს იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი სიყვარულის ღმერთია ჩვენ იმით კი არ გაშინებთ რა მომავალი ცხოვრებაში ღმერთს უნდა ყოველი ჩვენთაგანი სხონება ამიტომ კეთილი უნდა ვინებოთ და ვისაც უნდა სხონება აცხონებს უფალი ვისაც არ უნდა ხო ხომ არ დააძალებს ეხლა ღმერთი მოძალადი არ არის და პირველი მცნება გითხარით რას თავარი მცნებაა და ამის გავსიო მაცხოვარი ეუბნება მე როცა ეკითხებიან რა ზოგი ამოწმებს და ზოგი ისე ეკითხება და იყვარდეს მოპასი შენი ვითარცა თავი შენი ქართველები ვართ დღეს აბა შეხედეთ რა მთელი მსოფლიო არეულია ომებია რა არ არის ხო ნუ თუ თქვენ გონიათ რომ ან ეკლესიას შეგვიძლია ან თავრობას ან ოპოზიციას გააჩეროს აქ ვინმე არ შემოვიდეს და არ დაარევა არის ეს ხო ღმერთია რა ღმერთია რომელიც არ დაუშვებს რომ შეგნით რაღაცა მოხდეს იმიტომ რომ თქვენ ხართ გმირიერი მე საქართველოში ქართველებს უძახი ყველა იმ ადამიანს ვინც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს კაცო რუსეთში თუ ცხოვრობს და რუსს უძახიან ამერიკაში თუ ცხოვრობს ამერიკელს ხო თურქეთს თუ თურქს უძახიან საქართველოში ვინც ცხოვრობს ჩინეთში რო ცხოვრობს ხო ჩინეთში რეალურად 250 მილიონი ჩინელი არ არის უშუალოდ რა დანარჩენისაც იმპერია შეუძლია ისე რო იცოდეთ რა როგორც საბჭოთა კავშირი იყო იმპერია ბევრი იმპერია დღესაც სოფლიოში შემორჩენილი სხვადასხვა სახით და მასეთი რაღაც და ჩემთან საქართველოში ხო ვინც ვარ საქართველოშულები ვისაც ღმერთი გვიყვარს ვისაც ერთმანეთი გვიყვარს ჩემთვის ყველა ქართველია და რითი გამოისახება ხარ თუ არა ქრისტიანი ხო როცა მოყვას შეცდომილ მოყვას ხელს გაუწვდი როცა იმაზე კი არა ხარ რა ვიღაცა უვარგისი გამოარჩიო და შენ უვარგისი ხარ უძახო უვარგისი ხარ და იმის უვარგისობა შენ კარგი ხო ვერ გახდები ხო მოაზროვნე ადამიანები ვართ მოაზროვნე არსებები რა გონიერი არსებები ვართ ღმერთის გავსება და ხატება რა არის ხო ეს გონიერი არსებები რო ვართ და ქველი საქმეები რასაც აი აკეთებ რა იმიტომ ფიქრობ ხოლმე რა გააკეთო არჩევანს აი ყოველთვის დაფიქრდები ცუდი ღმერთისთვის სათნოა თუ არ არის სათნო უნდა ისწავლო ადამიანმა ბევრჯერ შეიძლება შეგეშალოს უნდა დაფიქრდე ხოლმე გადაწყვეტილება მეიღო და შეიძლება ხანდახან არასწორი გამოგივიდეს გადაწყვეტილება მაგრამ იმის გამო რომ ფიქრობ ნაკლები ცოდვაა ზერელეთ არ უნდა მიუდგე
ვინ არის მოყვასი, ხო? მოყვას რა უნდა? მოყვას უნდა ქართველების ერთობა, ხო? ქრისტიანს რა უნდა? ჩვენი ერთობა გვინდა. არა ის რომ ვიღაცა ისე იყოს დაჩაგრული, ვიღაცა უპირატესი იყოს, ღმერთი მოვიდა და გვემსახურებოდა რა. მე ვინა ვარ ეპისკოპოსი, რომ ის მოგთხოვოთ, რომ მოდი მომემსახურეთ, ეპისკოპოსი ვარ და ეხლა ვარ, თურმე რა მაგარი ვიღაცა ხარ რა. იმ თავრობა აიღო რა. ჩვენ ღმერთმა ასე ვთქვათ, გამოგვარჩია იმითი, რომ ვინა ვართ, არავინ არ ვართ, თქვენნაირი ადამიანები ვართ. სამწუხაროდ ყველა ცოდვილები ვართ და ცოდვების გამო განთავისუფლდეთ და რა შვებით, ხო? ღვთისმგლები ვართ რა, უბრალოდ ჩვენ იმ საიდუმლოს თქვენი რაღაცა ვერ აღასრულებთ რა, პურს და ღვინოს ხორცად და ის არ გადაიქცევა თქვენი ლოგიკა და ესე ჩვენ რომ ვართ, ხო? ვალდებულები ვართ, რომ უსასყიდლოდ მიგვიღებიეს და უსასყიდლოდ გადმოვცეთ. ასევე თავრობა იქნება თუ სხვა ვალდებულია, რომ ემსახუროს, თუ გინდა რომ წინ იყოს, ქვებზე წინ იყო, ხო? მაჩვენე რომ თავი დაიმდაბლე და ისე ხარ. უბრალოდ ერთი რამეა რა, ხშირად აი დიდი ხანი გაყუჩებული ვარ ხოლმე არაფერს არ ვამბობ რა, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ჩემი იმით სახელმწიფო არამე არ დავაზიანო. ეხლა ხშირად ვიძახით რომ თქვა შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და შეხედეთ რა. ერთი მხრიდან არის რომ რუსები უძახიან ვიღაცებს. მეორე მხარეა ისა რა, აგენტები იძახის და რეალურად მაგით შევრიგდებით, ვის საქმეს ვაკეთებთ, ხო? ჩვენ თუ ერთმანეთში კარგად არ ვიყავით, აი მარტივად აგიხსნით. თუ იმის შნوار ქონდა რომ ნებისმიერთან დაილაპარაკე რა, ეს იქნება შენი ოკუპანტი იქნება თუ არა ოკუპანტი რა. ხო, ნებისმიერთან უნდა შეგეძლოს დალაპარაკება რა, აბსოლუტურად ნებისმიერთან რომ შენი ინტერესი გაატარო. თუ ყველას ვერ დაელაპარაკე, ხო, სოფლიო დიდია რა და შევჭამენ. ღმერთი აიღებს ხელს და მე თქვენ გეტყვით რომ ერთმანეთს ვისნობთ და უმეტესობა, ხო? ეხა არ ვისნობთ ერთმანეთს რა. ეკლესია შეხედეთ, აი როგორი ის ვართ რა ეკლესია, ხო? ჩვენ ევროპარლამენტის რეზოლუციები რატო არ მოგწონს? იმенно საქართველოზე რაღაცა რომ არის, ერთხმათ იღებენ ხოლმე ლამის ყველაფერზე, ხო? ჩვენთან არჩევნები რომ იყო, გავაკეთეთ არჩევანი, თელიერი უყურებდით ამ იმას, როგორც ცივილიზებული ფორმით და მე ყველამ ვაღიარეთ ის არჩევნები, ხო? და ღმერთისგან დადგენილი, სულიწმიდით დადგენილი პატრიარქი ყავს. და ულოცავ მისი პირველი მარიამობა ეხლა და უსურვებ წარმატებას, უწმინდესმა ისე დაგტოვა, იცოდეთ რომ ეკლესია ვარ ძალიან ძლიერად. ყოველთვის დაგიცავთ ჩვენ ერს, ვისაც საჭიროა დაგიცავთ. უბრალოდ პატრიარქმა ძალიან ბევრი გააკეთა, თავმდაბალი კაცი ბრძანდებოდა და იძახოდა რა, რომ 7 გზის ლოცვებია, რომ 7ჯერ ერთად უნდა გველოცა. ისე ლაპარაკში ძალიან უხაროდა ხოლმე რომ სასულიერო აკადემია გახსნა და ქართული უნივერსიტეტი რომ გახსნა, ანდრია პირველწოდებული რომ გახსნა. ამიტომ იქიდან ჩანს ხოლმე თუ როგორ ვიქცევით, ხო? როგორ მივყვებით და როგორც იყო ძველად გელათის აკადემია, ხო? ისეთი უნდოდა რომ ყოფილიყო, ამიტომ ჩვენ გავედით საერთაშორისო იმაზე პროგრამები წამოვიღეთ, მოქონდა პროგრამები. მაგრამ ბევრი ღიზიანდება იმითი რა, რატომ უნდა იყოს საპატრიარქოსის რაღაცი წინ. გაინძერით, გააკეთეთ თქვენ სიყავით წინ რა. ჩვენ ხო კონკურენტები არა ვართ და ჩვენ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველები ვიყოთ ერთად და ძლიერად ვიყოთ. ამ ცხოვრებაზე ხო უფალი მეფობს რა. ეხლა დავით აღმაშენებელი სავით უნდა იყო რო იმეფო რა. ხო, თორე ეხლა ჩვენ ვხედავთ რომ იმ პერიოდიდან რა, რაც ეროვნულმა მოძრაობამ გაიმარჯვა, ეროვნული პრეზიდენტი უცბად ძმათამკვლელი ომის შემდეგ უცბად აღარ იყო. მერე იყო სხვადასხვა მთავრობები და რა ხშირად იცვლებოდნენ პრემიერების, პრეზიდენტების და მიდის ხოლმე. დრო მოდის, დრო მიდის, ჩვეულებრივ რა.
არაფერია და სად ვართ ხომ ქართველები ძალიან წინ უნდა ვიყოთ რა. სანამ ერთმანეთს დავჭამთ ხომ ვერ ვიქნებით წინ. ეკლესია როცა ამბობს რომ შევრიგდეთ გავერთიანდეთ ვისაც არ უნდა შერიგება თქვა რა ნებისმიერმა მხარემ თქვა და ზოგი ისეთია თუ ვერ შეიგნორონ დამნაშავეა და შენდობა არ ითხოვა ხო უბრალოდ ჩვენ ქრისტიანები იმას ვიზავთ რომ არ შევეხებით რა თორე რაღაცას არ კითხავ ხო მას ადამიანებს არ კითხავ და ვერ იმეგობრებ მას ადამიანებთან და სინანული დაბრუნებული ადამიანი უფალი ყველას იღებს მოციქულებმა არ უღალატეს უღალატეს მარტო იუდამ უღალატა იუდამ გაყიდა მერე ვითომ შეინანა მაგრამ ღმერთის წმენა არ კონდა და შეშტულება თავი ჩამოეკიდა პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო მაგრამ როგორ დაუბრუნდა ხო რა დიდებით დაუბრუნდა და ღმერთმა როგორ განადიდა ადამიანები ვართ და ბევრი სისუფლე გვექნება და ერთმანეთის გავითვალისწინოთ რა ერთმანეთის გავითვალისწინოთ ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული და კიდე ჩვენს ქვეყანას თუ არ ჭამენ ეკლესიის დიდი დამსახურება მაგასაც გეტყვით რომ ითვალისწინებენ ჩვენ აზრს და იმ ძიმე გვაწვევიან მაგრამ ღვთის შეწევნით და ჩვენ სამშობლოზე და ადამიანზე ზრუნვის გამო ხდება რომ დღეს კიდე გადარჩენილები ვართ და სრული სიმშვიდე რო გქონდეს ხო რაღაც უნდა ერთობისკენ წავიდეთ აუცილებლად თუ არა რისი ქრისტიანი ხარ და რისი ღვთისმშობლის ისახარ ხო იქ ხო გეტყვის რომ მიყვა რა მოწინააღმდეგე რო ხარო წეულო გადივა აქედან რა და ხო დავდიოდე ეკლესიაში მოვდიოდიო და არც ტაძრების აშენება ჭირდება უფალს არც არაფერი სულიწმინდის ტაძარს ერთმანეთს არ შეუშალოთ ხელი რომ სულიწმინდის ტაძრები ავაშენოთ ერთმანეთს დავეხმაროთ მაგაში ნუ თითოეული ჩვენთანგანი გავხდეთ სულიწმინდის ტაძარი თორე ეკლესიას როცა ჭირდებოდა ხო ყოველთვის იქ იდგა რა ყოველთვის იქ იდგა სადაც ღმერთს ჭირდებოდა საქართველოსთვის და ყოველთვის დადგება უბრალოდ არ გვინდა ჩვენ მხარე ვერ გავხდებით გვინდა რომ ერთმანეთთან პატივისცემა იყოს და ეს სულელური რაღაცეები არ გზელდებოდეს და გავჩერდეთ რა ვინმე თუ კიდე დააპირებს ჩვენზე პასუხისგაცემას ვანახებ როგორ უნდა პასუხისგაცემა როგორც უნდა ისე მიიღონ როგორც უნდა ისე მიიღონ რა ქართველები ვართ და დაგვაცადონ წესიერად ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში ქირაობთ გირჩევთ ვინც არ აგვირჩევი ხართები ისინი ხომ ჩვენმა ერმა უნდა ერჩოს და ყველა ჭკვიანად იყავით არჩეულების და ვისაც არჩევა გინდათ ჩემი თქმა ეს იქნება რა ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად ვიცი რასაც ვამბობ და თქვენც მიხვდებით რაზეა საუბარი თქვენ თუ არა ადრესატები მიხვდებიან და ვიყოთ ჭკვიანად ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ ღმერთმა სულიწმინდის მადლით აგავსოთ მე რომ არ მინდოდა რა ვიცოდი სად მოვდიოდი და რა ბრძოლებში ვიქნებოდი უწმინდესმა ჩემზე ბრძანა ხშირადო მეუფე იაკობიო თვითნებურად აკეთებსო რას აკეთებს მაგრამ ეკლესიის საკეთილდებოდ აკეთებს მაგასო მე რომ სახლიდან წამოვედი ბერი ვარ ხო არ დავდივარ სახში ეხლა დამბადებელი დედა რომ გარდაიცვალა ხო არც იქ მივსულა მანამდე დედაც არ ნახულობდა ხო არ მივსულვარ და მაგი მწამს იმიტომ რომ მზად ვიყავი თავი შევაკლა ჩემი ქვეყნის სიძლიერეს პრინციპული ადამიანი ვარ რა ყველას დაუთმობ და არავის არ ეგონოს რომ რამეს გავატარებთ ისე ქართველები ვართ და გავუხდეთ ერთმანეთს რა გონზე მოვიდეთ და ეს მასკარადები ხო აღარ ვჭირდება თორე რაც მithქვამს რამე არ გამართლებულა დღევანდამდე ხო სამწუხაროდ სწორი მოქცევა ვერ ვისაუბრთ ვერც ერთმანეთთან ვერც ღმერთთან და ვერც მოყვარსთან ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ და რომ გიხარია რომ ღვთისმშობლის სილკვედრი ვართ რა უფალს ისე უყვარდა საქართველოს და უყვარს ყვართიც აქ არის უფლის განსაკუთრებული ადგილია ხო და ეს ადგილი ღირსეულ ადამიანებს უნდა კონდეს თუ არ მოვიქცევით ღირსეულად ჩვენს ადგილს სხვა დაიკავებს და
სხვების ქვეყანა გახდება, ხო? და რატომ რა? აი დღეს ამდენი ბავშვი ეზიარა, ულამაზესი ერია ჩვენი ერი რა. სხვა ერებს არ ვეხებ, ისინი ლამაზები არიან, ჩემი ერი ყველაზე ლამაზი ერია ჩემთვის. თქვენ ხართ ყველაზე ლამაზები, ყველაზე გმირები. პანდემია რო იყო ერთადერთი ერი ხართ, ერმა და ეკლესიამ ერთად რომ დავიცავით რა. თორემ მთავრობის წევრების მახსოვს და ყველა მახსოვს ოპოზიციას გაერთიანდნენ და რას იძახოდნენ რა ტელევიზორით უყუროთ თუ იმებს. ვისაც გინდათ ტელევიზორში უყურეთ და ჩვენ დაგვაცადეთ რა, რომ ქრისტიანულად ვიცხოვროთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგახაროთ, ღმერთმა სულიწმინდის მადლით აგავსოთ, იხარეთ ორსავ სოფელ შინა. ჩვენს პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს შიოს გულოცავ ამუდიძეს დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამება და დედაღვთისმშობელი ფარავდეს მას და პატრიარქმა ძლიერი ეკლესია დაპტოვა და უფრო გაეძლიერებინოს. ერთად ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სინოდი ძლიერია. ბევრი ვინც ვფიქრობდა რომ წლების წინ თუ ეხლაც რომ სინოდში რამეს ისეთ შემოიტანდა, მომხედავთ რა, პანტაპუნტით მიდიან, მოდიან. ყველას მასე დაემართება. ღმერთთან მებრძოლებს სხვანაირად არაფერი არ გამოვიდა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ქართველებმა ერთმანეთს დავასადოთ წესიერი ქვეყნის აშენება ბოლო-ბოლო რა. და რომ შევხვდებით ვიხაროდეს ხოლმე ერთმანეთის ნახვა, ვიჯო მტრებად არ უყუროთ რა ერთმანეთს რა. რატომ უნდა უყურებდეთ მტრებად? რაღაცა ის ხო? თუნდაც ქრისტიანობა სხვა ადამიანთან რატომ უნდა გაშორებდეს ხო? არათუ რომელიღაც პარტიის წევრობა ანისა ხო? ჩვენ გავუფრთხილდეთ და ქრისტესნი რო ვართ, იმით ვაჩვენოთ რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. მაინც გავაძლიერებთ. ვინ შეგვეწინააღმდეგება თავიანთ გზას ნახავენ რა. ოღონდ ის გზა არ იქნება ქართული გზა, სხვა გზა იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ და საქართველოს არ აქვს ის ფუფუნება, იმასაც გეტყვით რა. მე ვარ ქართველი. არც პროევროპელი ვარ, არც პროამერიკელი, არც პრორუსი, არც პროირანელი და არც პრო რა ქვია, თურქი და მასე შემდეგ და მასე შემდეგ. მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ ქართველი, ქრისტიანი და ჩემი სამშობლო საქართველოა. ჩემი საქართველოსთვის რომ მინდა სიკეთე, ისევე აი მერწმუნეთ, სხვებისთვისაც მინდა სიკეთე რა. მაგრამ პრო ვიღაცა ვერ გავხდები რა მე. საქართველო ყოველთვის იყო ჩვენთვის რა, ქიზიყელი ვარ და მამა ჩემი იყო პირველი, რომელიც თავისი ფქვილით მოკვდა. ბევრი წინაპრისის ამბობს რა, ხანჯალი ჩემზე იყო გადმოსული რა წინაპრებისის და სიცოცხლე ხო ანომში ამთავრებდნენ და ან ესე მამა ჩემი იყო პირველი კაცი რა, ამდენი თაობა ვიცით ის წინ ძალიან ბევრი. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენში არ გავაღვიძოთ ის რა, არ გავაღვიძოთ. აი და ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. იხარეთ ორსავ სოფელ შინა.